მეგობრებო, გამარჯობა. ეს არის უკვე რიგით მერვე ვიდეო, რომელიც იდება Google Ads კურსის ფარგლებში YouTuber ხალი კანტოზე. რაღაც მცირედი პაუზა იყო, თუმცა ჩვეულებრივ რითმში გაგრძელდება ვიდეოების დადება და როგორც პირველ ნაწილში ვისაუბრე, სრულად კურსი ხელმისაწვდომი იქნება YouTuber ხალი კანტოზე. ნელ-ნელა რაღაც რითმში დავიწყებ უკვე ვიდეოების ჩაწერას წინასწარ და უკვე კონკრეტული რიგითობით დაიდება და აღარ იქნება ასეთი პაუზები. კი ბატონო, წინა ვიდეოში ვისაუბრეთ უშუალოდ Google Ads ედიტორისთვის Excel-ის ფაილის მომზადებაზე, template-ი ავაწყეთ, რომელიც შემდგომ Discord არხშიც გავაზიარე. თუ არ ხართ შემოსული, ჯერ კიდევ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, აქაც ვწერდი, რომ მალე განახლებოდა უკვე კურსი და ყველაფერი ის, რაც ვიდეოებში არ ჩანს, მოკლედ განვიხილავთ ამ Discord channel-ში. შემოსვლას შეძლებთ უბრალოდ description-ში გადადიხართ, თითოეულ ვიდეოს თავის description-შიც უწერია ეს Discord server-ის ლინკი და ასევე YouTuber ალიკანტოს აღწერაშიც არის ეს Discord server-ი მითითებული. კარგით, რო არ ვისაუბროთ ბევრი, წინა ვიდეოში აწყობილი template-ი ეს არის, რომელიც გვჭირდება Google Ads editor-ში შესატვირთად კამპანიის. ხედავთ ეს headline-ები და ყველაფერი გავწერეთ წინა ვიდეოში, ვისაც არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ. ამ template-ში ახლა უნდა გადმოვიტანოთ ზუსტად იმ ვიდეოს ნაწილი, მაშინ რომ საუბრობთ კლასტერიზაციაზე, საკვანძო სიტყვების, ეს Excel-ის ფაილია, ასევე შეგიძლიათ იხილოთ YouTube არხზე. დავიწყოთ, რამოდენიმე ad group-ის, ანუ კლასტერის საკვანძო სიტყვები გადავიტანოთ, ეს იყოს დაუშვათ ზოგადი ტიპის keyword-ები, ავიღოთ, ჩვეულებრივად დავაკოპიროთ და გადავიტანოთ keyword-ის column-ში, ჩვეულებრივად Ctrl-V გადაგვაქვს. კი ბატონო, გადმოვიტანოთ კიდევ დაუშვათ საძინებლები. კი ბატონო. და გადმოვიტანოთ კიდევ ერთი ad group-ი, ძალიან რო არ გაგვეწელოს ვიდეო, კონკრეტულ რამოდენიმე მაგალითზე გაჩვენებთ. მაგალითად იყოს რბილი ავეჯი. ჩამოვაგზავნოთ ესეც. მოკლედ ახლა გვაქვს column-ი, ეს არის საკვანძო სიტყვების. შეგიძლიათ პირდაპირ ეს ნაწილი აიღოთ, ესეც დავაკოპიროთ. პირველი headline-ი, რომელიც უნდა ეწეროს, ანუ ცალკე რომელიც მაქვს გამოტანილი, კონკრეტულად აქ საკვანძო სიტყვებს არანაირად არ ვაედითებთ. ეს საკვანძო სიტყვები არის ზუსტად ისე, როგორც გავაკეთეთ research-ი, როგორც იყო კონკრეტულად რა საკვანძო სიტყვებს გქონდა search-ი, შესაბამისად ამ საკვანძო სიტყვებს არ ვახერხებით, ამიტომაც გვაქვს წითლად შეფერილი. ვიღებთ ამ list-ს, ვსვავთ აგერ მეორე column-ში, რომელიც ლურჯად არის keyword headline 1, ვაჭერთ. აქ მთავარი რა არის? ანუ ეს ჩასმული keyword-ები უნდა გადმოვიტანოთ headline პირველში. ამისთვის ჩვეულებრივად ვაჭერთ უდრის, ვუტოლებთ პირველ საკვანძო სიტყვას და ვაჭერთ enter-ს. ამის შემდგომ ჩამოყრის ყველა საკვანძო სიტყვას, რომელიც არის აქ გადმოტანილი. ეხლა რისთვის არის საჭირო? თვითონ ამის ფორმულაში, იდეაში, პირველი headline-ი, რომელიც ისმევა, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ზოგადად headline-ების თითოეული სიტყვა იწყებოდეს დიდი ასოთი. ამისთვის ძალიან მარტივად წინ უნდა ჩაუწეროთ უბრალოდ proper formula, ფრჩხილი და ვხურავთ მეორე მხარეს ამ ფრჩხილს. ასე ნებისმიერ სიტყვას, რომელიც ჩაიწერება, მაგალითად საძინებლის ავეჯი, გადააქვს პირველი ასოები დიდად. ეს უბრალოდ გამომორჩევს თქვენets ზოგადად search-ისას და უფრო მიიპყრობს ყურადღებას და თან უკეთესადაც გამოიყურება ვიზუალურად. კარგით, გადმოვიტანეთ ჩვეულებრივად headline პირველები. აგერ ვხედავთ რას? აქ გვაქვს გაწერილი სიგრძის ფორმულა, ვიცით რომ Google Ads-ში headline-ები არ უნდა აღემატებოდეს 30 სიმბოლოს. გაგვიწითლა რაღაც headline-ები, აქ ვხედავთ რომ გააწითლა და ანუ ეს headline-ები უნდა დავაპატარავოთ, რომ ჩარჩდეს კონკრეტულად headline-ების ნაწილში. მაგრამ სანამ ამაზე გადავალ, აქაც უნდა ვთქვათ რაღაც, ანუ ქართულ ბაზარზე headline-ებში, description-ებში, ფეზებში არ შეიძლება ქართული სიმბოლოების გამოყენება, იმიტომ რომ unsupported language არის და Google Ads არ აქვს უბრალოდ ქართული ენის მხარდაჭერა. ამის გამო გვიწევს, რომ ეს საკვანძო სიტყვები, სადაც მაგალითად ავეჯი გვაქვს, ანუ თვითონ საკვანძო სიტყვა ქართული შეიძლება იყოს, რომელზეც რეკლამას უშვებთ, მაგრამ headline და description-ი აუცილებლად უნდა იყოს ან ლათინური ასოებით, ან სხვა ენაზე. ანუ ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირად საქართველოს ბაზარზე იყენებენ ქართულ სიტყვებს, მაგრამ ლათინური ტრანსლიტერაციით. იგივეა, რაც ავეჯი დაწერილია ლათინური ასოებით, ანუ ავეჯი, შესაბამისად ამაზე Google Ads არ აქვს პრობლემა, ჩვეულებრივად ტარდება ესეთი ედები და ჩვეულებრივად შეგვიძლია გამოვიყენოთ headline-ებში. მაგრამ ეხლა დავუშვათ, ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ძალიან ბევრი ქართული სიტყვა და ანუ ამას ხელით ხო არ გადავწერთ. ამისთვის შეგვიძლია ჩვეულებრივად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, უბრალოდ დავაკოპირებთ სრულად list-ს. გადავდივართ ChatGPT-ში, ყველაზე მარტივად, ან თქვენთვის, რომელიც არის კომფორტული AI, უბრალოდ ვეუბნებით, რომ ეს ლისტი გადაგვიკეთოს ლათინური ასოებით, ანუ ეს ლისტი დაგვიწერე ლათინური ტრანსლიტერაციით და მომაწოდე
სრულად. კი ბატონო, წერთ და ველოდებით. დაიწყო ჩამოწერა, ვაკვირდებით, იწყებს სრულად ტრანსლიტერაციის წამოღებას. ბოლომდე ჩამოწერა, ხედავთ ყველას. უბრალოდ ვაკოპირებთ, გადავდივართ ისევ Excel-ის ფაილში და ზედმეტი წვალების გარეშე უბრალოდ ამოვსვაპავთ ამ ნაწილს. ანუ სადაც გვაქვს კონკრეტულად საკვანძო სიტყვები. ვიღებთ მთლიანად და ვსვავთ. კი ბატონო. ეხლა რა ხდება? ამ შემთხვევაში ანუ ავეჯის სიტყვები, კონკრეტულად ის საკვანძო სიტყვები, რომლებსაც ძიება აქვს, არ ვიხებით ხელით, ხოლო keyword headline პირველში რაც გვაქვს ჩასული, აქ შეგვიძლია დავაკორექტიროთ. ამიტომ ჩავსვით ეს განახლებული სია. შესაბამისად, ეხლა უყურებთ headline-ების ნაწილს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, როდესაც არის საკვანძო სიტყვა ავეჯი, ლოგიკურად გადმოიტანა headline პირველში ეს ავეჯი. საქართველოს ბაზარზე, ვინაიდან ავეჯი კონკრეტულად ანუ ეს კეთდება იმისთვის, რომ იყოს მაქსიმალურად რელევანტურობა, ვინაიდან Google Ads-ში შენი ედის სიძლიერეს და სხვადასხვა ფაქტორებზე ძალიან დიდ დამოკიდებულებას ახდენს რელევანტურობა და როდესაც მუშაობ საზღვარგარეთ ძირითადად, როდესაც გვაქვს რაღაც კონკრეტული საკვანძო სიტყვა, სასურველია რომ ის ედის ნაწილში ჩანდეს. ჩვენ შემთხვევაში headline პირველში გავიყვანეთ ეს. მაგრამ ქართულ ბაზარზე, როდესაც კონკრეტულად საკვანძო სიტყვა არის ავეჯი ქართული სიმბოლოები დაწერილი და ჩვენ headline-ში გავწერთ ლათინური ტრანსლიტერაციით, Google Ads ვერ ხვდება, რომ ეს საკვანძო სიტყვა რელევანტურია ამის. შესაბამისად, ეს ad strengths არ ზრდის, მაგრამ აქვე იმას დავძენ, რომ როდესაც მოხმარებელი ეძებს ავეჯის მაღაზიას, მაგალითად საკვანძო სიტყვით და ad-შიც ხედავს, რომ ავეჯის მაღაზია წერია, დიდი ალბათობით ამ კონკრეტულ ad-ზე გადმოა, ვიდრე ვიღაცას რო ეწეროს, მაგალითად რუმინული ავეჯი ad-ში და არა ავეჯის მაღაზია. საქართველოს ბაზარზე ძირითადად ამისთვის ხდება, ხოლო საზღვარგარეთ უბრალოდ რელევანტურობის ასაწევად და ad-ის, ანუ ძლიერი ad-ის გასაკეთებლად უხეშად რო ვთქვა. მაგრამ აქვე არის მეორე ნაწილი. როდესაც საკვანძო სიტყვა არის ავეჯი, headline პირველშიც გადმოგვაქვს ავეჯი, მაგრამ ავეჯი ესე ცალკე აღებული თითქოს არაფერს არ გვეუბნება. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია რომ კონკრეტულად ეს headline-ი დავაედითოთ. ამ headline-ის edit-ი ხდება არა headline პირველში, ვინაიდან აქ ფორმულა გვაქვს გაწერილი, არამედ უშუალოდ keyword ანუ headline პირველი, რომელ column-საც შეგვიძლია შევეხოთ, დავაედითოთ და ნუ სხვადასხვა პროცესები ჩაუტაროთ. ცალკე ავეჯი არაფერს არ გვეუბნება, ამიტომ პირდაპირ შეგვიძლია ავიღოთ და ჩავწეროთ. შეიძინეთ ავეჯი მაგალითად, ანუ თან გვაქვს call to action-ი, ანუ რაღაც ქმედებისკენ უბიძგებთ მომხმარებელს, რომ გადმოვიდეს საიტზე, შეიძინოს ავეჯი და თან უფრო მიმზიდველადაც გამოიყურება ესეთი ედი. ასე ჩვეულებრივად ჩავყვებით, შეგვიძლია გავტესტოთ მაგალითად, იყიდეთ ავეჯი იყოს, რომ განსხვავდებოდეს ეს headline-ი. ავეჯის მაღაზია. როდესაც ჩვენ უგდებთ ხელოვნურ ინტელექტს, შეიძლება რაღაც სიმბოლოები, ანუ ქართული ლათინურ ტრანსლიტერაციაზე რო გადაყავს, რაღაც სიმბოლოები ცოტა უშნოდ წამოიღოს. მაგალითად, როდესაც წერი ავეჯის სახლი, ჩვენ შეგვიძლია ეთში რომ დავწეროთ მაგალითად ავეჯის სახლი. ანუ უფრო მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელია და მარტივად ანუ გასაგებია უხეშად რო ვთქვა და არა საქმლი მაგალითად და თან სიმბოლოების ვარიანტშიც უფრო ტვირთავს ads. ასე უნდა ჩამოყვეთ თითოეულ keywords, რომელიც აქ არის გაწერილი და ვადევნოთ თვალი რომ headline-ში ჯერ პირველ რიგში ეტეოდეს 30 სიმბოლოში, მაგალითად აქ შევხედოთ თბილი ავეჯის მაღაზიები თბილისში. თბილი ავეჯის მაღაზიები თბილისში. შეგვიძლია მაგალითად აქ მაღაზიები დავტოვოთ და აქ თბილისში ჩამოვწიოთ. კი ბატონო და აქაც შეგვიძლია მაგალითად გადავაკეთოთ არა მაღაზიები, არამედ იყოს რბილი ავეჯის მაღაზია თბილისში. აი ჩავეტეთ 30 სიმბოლოში, შესაბამისად ბევრად გამართული გამოვიდა ეს headline-ი, დაგჭირდა რაღაც ჩარევა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეტევა Google-ის რეკომენდაციაშიც და ნუ მოთხოვნაშიც 30 სიმბოლოს ქვევით უნდა იყოს headline-ი და ასევე თვალისთვისაც მარტივად აღსაქმელია. ჩამოვყვეთ თვალით, აქაც ვხედავთ თანამედროვე მისაღები ოთახის ავეჯი. აქ შეგვიძლია ძალიან მარტივად ავიღოთ. დავაწეროთ ოთახის ავეჯი. აქ იყოს მისაღები ოთახის ავეჯი. ანუ ეს ძალიან დიდი keyword-ი არის და რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ შევამციროთ როგორმე რომ ჩავიდეთ 30 სიმბოლოს ქვევით. თანამედროვე მისაღები ავეჯი შეგვიძლია დავტოვოთ, იმიტომ რომ ისედაც იგულისხმება, რომ ოთახის მისაღები ოთახის ავეჯია. ამიტომაც შეგვიძლია ესე შევამციროთ. მაგრამ ნუ უნდა განიხილოთ რაღაც ვარიაციები, შეგიძლიათ სხვათა შორის ხელოვნურ ინტელექტსაც კითხოთ და მისი დახმარებით შეამოკლოთ, განავრცოთ ეს headline-ები, description-ები და ასე შემდგომ. კი ბატონო, მე ხა ცალ-ცალკე არ დავუყვები ამ საკვანძო სიტყვებს, ვინაიდან ვიდეო რო არ გაიწელოს და ამიტომ უბრალოდ გადავავლებ, რომ კონკრეტულად მჯდებოდეს Google-ის policy-ში. ერთადგილიანი საწოლები შეგვიძლია
საწოლები არ იყოს და იყოს პირდაპირ საწოლები სათავსოთი. ლოგიკურად მომხმარებელი მიხვდება თვითონ, რომ ანუ ეძებს ერთადგილიანი საწოლების სათავსოთი და თუ headline-ში დახვდება ერთადგილიანი საწოლის სათავსოთი, ესეც იქნება მისთვის მაქსიმალურად რელევანტური და მიხვდება, რომ ეს ის საიტია, ის რეკლამა, რომელიც მისთვის არის საჭირო, რა პროდუქტსაც ის ეძებს, მაგას თავაზობენ და შესაბამისად გადავა. ეს თითოეული ქმედება თუ წვალება, რასაც დაუძახებთ, ანუ საჭიროა იმისთვის, რომ იყოს ედი მაქსიმალურად რელევანტური მომხმარებლისთვის, რომ აჩვენებდეს კონკრეტულად და ეუბნებოდეს, რომ აქ მაქვს ის პროდუქტი, რომელსაც შენ ეძებ. ეს ყველაფერი ზრდის CTR-ს. CTR-ის ზრდასთან ერთად Google-ის ალგორითმი ხვდება, რომ ჩვენ თავაზობთ მომხმარებელს რელევანტურ რეკლამას. ამის დახმარებით კი უფრო ხშირად ვიგებთ კონკრეტულ აუქციონებს. ამის დახმარებით კი შემდგომ ვიღებთ უფრო მეტ impression shares, უფრო ზევით წევთ ჩვენს რეკლამას და ასე ვიღებთ უფრო მეტ მომხმარებელს ჩვენ საიტზე. ზუსტად ამიტომ ხდება და ზუსტად ამიტომ გჭირდება ეს მიდგომა მაქსიმალური რელევანტურობისთვის. საქართველოს ბაზარზე ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ უფრო ეს მიდგომა მიმართულია, როგორც წინა ვიდეოებში საუბრობდი, საზღვარგარეთ კამპანიებზე სამუშაოდ. რთულ კომპლექსურ კონკურენციაში საჭიროა რთული კომპლექსური მიდგომები, რომელიც უზრუნველყოფს უკვე შემდგომ წარმატებულ კამპანიებს, წარმატებულ ედებს, keyword-ები რომ მუშაობდეს კარგად. ამისთვისაც საჭიროა ეს მიდგომა და მოკლედ ყველაფერი იმას, რაც შემდგომ, გაყიდვების ზრდას, კლიენტის კმაყოფილებას თუ რა სხვა ობიექტივი გვაქვს, რისთვისაც უშვებთ ამ Google Ads. მოკლედ ესე დავუყვებით თითოეულ keywords, ანუ შეგახსენებთ, რომ keyword-ის ამ column-ში მყოფი keyword-ები არ უნდა დავაედითოთ, უნდა იყოს ზუსტად ისე, როგორც ამოვიღეთ search-ის ძიებისა და ანალიზის დროს. გვეხებით მხოლოდ ამ column-ში მყოფ საკვანძო სიტყვებს, ესე დავარქვათ headline-ებს, რომელსაც ვაედითებთ ისე, რომ headline-ში, როდესაც H-ი გადავიტანთ, გამოიყურებოდეს კარგად, კონდეს სწორად დაწერილი ტექსტი, იყოს გრამატიკულად გამართული და მიმზიდველი, რომ მომხმარებელი შემოვიდეს ჩვენს საიტზე, იმიტომ რომ თუ ეცი იქნება ცუდად გაწერილი, შესაბამისად მომხმარებელიც არ დაინტერესდება და გადავა კონკურენტის საიტზე. ეხლა რომ ვიდეო არ გაიწელოს ძალიან, უბრალოდ არ დავიწყებ headline-ორების, 3-ების, 4-ების, 5-ების და ასე შემდეგ description-ების შევსებას. ამისთვის შეგიძლიათ თქვენითაც ჩაუჯდეთ, უბრალოდ ცოტა დიდი დრო დაჭირდება, შეგიძლიათ ასევე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოთ. ჩავლებეთ იგივე თუნდაც ChatGPT-ში შედიხართ, ან ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ ხელოვნურ ინტელექტში და ვეუბნებით უბრალოდ ასეთ პრომპტს, რომ დაგვიწეროს ამ keyword-ებზე რელევანტური headline-ები და description-ები, რომლებიც იქნება ლათინური ტრანსლიტერაციით დაწერილი. აქვე მივუწეროთ პირობა, რომ headline-ები არ უნდა აღემატებოდეს 30 სიმბოლოს, ხოლო description-ები 90 სიმბოლოს. ჩვეულებრივად წერთ, ChatGPT ჩამოგვიყვის რაღაც კონკრეტულ ვარიანტებს, თუ რაღაც ვარიანტები მოგვეწონება, უბრალოდ დავაკოპირებთ, გადავიტანთ, რომელიმე headline-ები იქნებ დასახვეწია, შეგიძლიათ ისევ მიწეროთ ChatGPT-ს, რომ ეს გამისწორეთ, რა არ მომწონს, როგორ მომწონს და კვლავ გაგიწერთ. შეგიძლიათ description-ებიც იგივე ლოგიკით იმუშაოთ, ამოიღოთ ის description-ები, რომლებიც მოგეწონებათ, გადააკეთოთ ისე, როგორც თქვენ გიდათ და ანუ ძალიან შეგიმცირებთ ამ ყველაფერზე მუშაობის დროს. ჩვეულებრივად აიღებთ უკვე მერე მაგალითად, აიღეთ ნებისმიერი მაგალითად ეს იყოს, გადავიტანოთ დაუშვათ description-ში, იყოს შეიძინეთ ავეჯის description-ში, 58 სიმბოლო. იდეალურ ვარიანტში საჭიროა, რომ ეს სიმბოლოები მაქსიმალურად შეავსოთ, ანუ 90 სიმბოლო თუ არის დაშვებული, შეეცადეთ, რომ description-ში იყოს 90 სიმბოლო. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი არის სიმბოლოები description-ში, ad-ში, headline-ში, ზოგადად უფრო დიდ არეალს იკავებს search-ის ძიების ველში, ამიტომაც უფრო თვალში მოხვდება მომხმარებელს და დამიჯერეთ გაზრდის CTR-ს, უფრო მეტი მომხმარებელი შემოვა თქვენ საიტზე და უფრო კარგად მიიპყრობს ყურადღება. შესაბამისად, დავამატოთ სიმბოლოები ისე, რომ ავიდეთ 90 სიმბოლოზე, მაგალითად ეს description-ი გავიაროთ. თქვენ შეგიძლიათ ეს პრომპტი დახვეწოთ, უფრო ტექნიკურად მიწეროთ და ნელ-ნელა მიხვდეთ თუ როგორ აიძულოთ ხელოვნურ ინტელექტს, რომ მოგწეროთ სწორედ ეს description-ები. კი ბატონო, დავიწყოთ, მაგალითად შევკვეთეთ ავეჯი online მარტივად და მიიღეთ მიტანა თბილისში. ანუ ეს გრამატიკულად არასწორია, უნდა იყოს და ისარგებლეთ სწრაფი მიტანის სერვისით. ეს არის 71 სიმბოლო, თბილისში 91 სიმბოლო. შეგიძლიათ მიაწეროთ თქვენი ბრენდის სახელი, მაგალითად, იყოს რაღაც დაუშვათ soft იყოს კომპანიის სახელი. ჩვეულებრივად ესე მივაწერთ, იგივე ლოგიკით ჩამოყვებით. ამ შემთხვევაში ახლა
რაღაც კონკრეტულ საკვანძო სიტყვებზე შეგვიძლია ეს description-ი გამოვიყენოთ, ანუ დავადუბლიროთ. მაგრამ სასურველია, რომ თვითონ ამ description-ებშიც იყოს ნახსენები კონკრეტულად ის საკვანძო სიტყვები, რასაც ვიყენებთ headline-ში და კონკრეტულად ის საკვანძო სიტყვები, რაზეც ეშვება თვითონ ეს რეკლამა. ჩვენ შემთხვევაში AOG ლათინური სიტყვა ნახსენები არის description-ში, შესაბამისად ეს არის რელევანტური description-ი ედისთვის Google Ads-ის თვალში. იგივე ლოგიკით ჩამოვყვებით თითოეულ keywords, თითოეულ headlines, გავაანალიზებთ, ჩამოვწერთ უკვე, შევავსებთ რაოდენობრივად ყველას რაც შეგვიძლია. აქ შეგიძლიათ მეტი headline დაამატოთ, როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, ხოლო აქ description-ები არის 4 ამ ეტაპზე, ფეზებიც იგივენაირად, იგივე ლოგიკით იწერება. Page-net და ნუ final URL-ი უკვე უშუალოდ თქვენი საიტის landing-ის ლინკი, რომელზეც გავუშვებთ მომხმარებელს, რომელიც დააჭერს თქვენ ads. კამპანიის ნაწილზეც რო ვთქვა 1-2 სიტყვით, ანუ აქ ვწერთ უბრალოდ კამპანიის სახელს. ჩვენ შემთხვევაში ეს არის კონკრეტულად ზოგადი ტიპის საკვანძო სიტყვები, ანუ კლასტერიზაცია როდესაც გავაკეთეთ, აქ ვხედავთ, რომ ზოგადში გავიყვანოთ ეს საკვანძო სიტყვები. შესაბამისად, ამ ნაწილში ამ საკვანძო სიტყვებს, საკვანძო სიტყვების კამპანიას უნდა ერქვას search objective, ანუ search-ის კამპანია არის თუ რა ტიპის კამპანია, მერე ზოგადი საკვანძო სიტყვები შედის, ამიტომ დავარქვათ ზოგადი. შემდგომ ასევე შეგვიძლია მივაწეროთ კონკრეტულად თუ რაიმე ქალაქზე უშვებთ. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში იყოს თბილისი. ანუ თუ ჩვენი AOG-ის სახლი განლაგებული არის ტერიტორიულად თბილისში, გვაინტერესებს რა თქმა უნდა, რომ თბილისზე გავუშვათ ედები, მაგრამ თუ კი გვაქვს მიტანის სერვისი სხვა ქალაქებშიც, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, რუსთავში და ასე შემდგომ, შეგვიძლია რომ ამ ქალაქებზეც გავუშვათ ედები, სასურველია რომ ცალკე კამპანიით იყოს, იმიტომ რომ ბიუჯეტები უკეთესად ვაკონტროლოთ, იქ ვნახოთ რომელი მუშაობს, რომელი ქალაქი უკეთესად მუშაობს, რომელს უფრო მეტი კონვერსიები მოაქვს, შესაბამისად ეს კამპანიები უნდა გაისპლიტოს. ამ შემთხვევაში უბრალოდ ვაწერთ ქალაქის სახელს, აქ თბილისში და თვითონ კამპანიის სეტინგებში უთითებთ, რომ თბილისზე გვინდა გაშვება. ასე, უბრალოდ გაგვიმარტივდება, თუ ბევრი კამპანია გვექნება, უშუალოდ ნავიგაცია ჩვენ სარეკლამო ანგარიში და კონკრეტული კამპანიების ქალაქების ჩახსნა, პირიქით ბიუჯეტის გაზრდა კონკრეტულ ქალაქზე და ასე შემდგომ. ამ შემთხვევაში ჩვენთან დავუშვათ თბილისი, ჩამოყავს იქამდე, სადაც არის ზოგადი საკვანძო სიტყვები. შემდგომი ნაწილი იყო თუ სწორად მახსოვს საწოლები, კი ბატონო, საწოლები არის. ვიღებთ ისევ search ტიპის კამპანია, ვაწერთ საწოლები ტიპის საკვანძო სიტყვებია და უშვებთ თბილისზე. ეს არის ჩემი მიდგომა, ესე ვარქმე უბრალოდ მე კამპანიებს, თქვენ შეგიძლიათ სხვანაირად დაარქვათ, რა თქმა უნდა. ამაში არ ხართ შეზღუდულები, როგორც გსურთ, ისე დაარქვით. კარგი, ჩამოვწიოთ საძინებლებამდე. შემდგომი არის რბილი AOG, თბილისი. და ამასაც ჩამოვაგრძელებთ ბოლომდე, იმიტომ რომ ბოლომდე არის ეს რბილი AOG-ები. კიდევ ერთხელ გავმეორდები, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ეს headline-ები, შეგიძლიათ კი არა, ძალიან საჭიროა, რაც უფრო მეტი headline-ია, მით უფრო ძლიერია edi, ანუ ad strength-ი იწევს ზევით, რაც უფრო კარგად არის ეს headline-ები გაწერილი, რაც უფრო მოიცავს ამ საკვანძო სიტყვებს აქ რაც არის და ასევე description-ები, ანუ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, შეეცადეთ რომ მაქსიმალურად შეავსოთ 90 სიმბოლომდე და გაწეროთ 4-ვე description-ი. 1-2 ოდე სიტყვასაც ვიტყვი, ანუ ads-ის ნაწილში ვუყურეთ. აქ შემდგომ როცა ავაწყობთ main-შიც, ამის შემდგომ უკვე დავიწყებთ ამ შიტების შევსებას. აქ გადმოგვაქვს კამპანიის სახელი, უშუალოდ რომელიც არის მაგალითად ეს არის ჩვენი კამპანიის სახელები, ვიღებთ სულ კამპანიაში. Ad group-ის ნაწილში. Ad group-ის ნაწილში ვიღებთ იდეაში თითოეულ keyword-ზე უნდა იყოს თითოეული ad group-ი. ამ მიდგომას ესე იყენებენ და ესე ვიყენებ პირადად მეც პრაქტიკაში. ვიღებთ ანუ keyword headline ერთებს. შეგვიძლია იქ უდრის ფორმულითაც გავწეროთ, რომ უფრო მარტივად გადმოვიტანოთ. გადმოგვაქვს ad group-ებში. შემდგომ ვიღებთ headline ერთებს. ამასაც ვაკოპირებთ და ჩვეულებრივად ვცვალთ ads-ის ნაწილში და იგივე ლოგიკით ვაგრძელებთ. ანუ აქ შეგიძლიათ იდეაში გავუწეროთ უდრისის ფორმულითაც headline ორს უდრის მაგალითად და როდესაც ანუ იქ ჩაწერთ რაიმეს და უშუალოდ აქ რო იქნება შეიძინე AOG მარტივად. აქედაც თუ გადავალთ, გადმოიტანს შესაბამისად შეიძინე AOG მარტივად. ამას რო ჩამოაგრძელებთ, იქ რო შეავსებთ იმშიც, აქაც ავტომატურად გადმოვა. დანარჩენი headline-ებიც იგივე ლოგიკით ევსება, უბრალოდ უწერთ უდრის ფორმულას და აუტოლებთ მესამე headline-ს მაგალითად. ჩავებთ რიგ როგორც კი შეავსებთ იმ headline-ებს, აქაც ავტომატურად გადმოიტანს. მოდი ესე მოვიქცეთ, ანუ მინდოდა რომ
ეს ვიდეო რაღაც ბეისიკები, რაღაც ლოგიკები გაგეგოთ. ეს ვიდეო დაიდება YouTube არხზე. თქვენ შეეცადეთ თქვენ არსებული ბიზნესის ან სინთეტიკური ბიზნესის keyword-ების კლასტერიზაცია, რომელიც გააკეთეთ, იმის მიხედვით ააწყოთ ეს template. გადმოიტანეთ ის ad group-ები, გაწერეთ headline-ები, გაწერეთ description-ები, ჩვეულებრივად ჩასვით და შეავსეთ. შემდგომ ვიდეოში კი მე რომელსაც დავდებ, იქაც უკვე ვისაუბრებ უფრო კონკრეტულად, როგორი headline-ები უნდა იყოს, description-ები როგორი უნდა იყოს, გამოვიყენებ თვითონ ხელოვნურ ინტელექტსაც ამაში, რომ უფრო სწრაფად გავწეროთ ეს headline-ები, description-ები და უფრო დავოპტიმიზიროთ ეს სამუშაო, რომ ძალიან დიდხანს არ გაგვეწელოს. ასევე ვისაუბრებ phrase sheet-ზე და exact sheet-ზე, რისთვის არის როგორ არის. ჩვეულებრივად საბოლოოდ მოვამზადებ შემდგომ ვიდეოში ამ templates, რომ შევაიმპორტოთ უკვე Google Ads editor-ში. არის რაღაც ნიუანსები და მოდი იმ ვიდეოში ვისაუბრებ, იმიტომ რომ ამ ვიდეოში რო დავიწყო ამაზე საუბარი, გამოვა ძალიან გრძელი 1 საათიანი ვიდეო, რომელსაც არავინ არ უყურებს. მოკლედ ეს იყოს, ამ ლოგიკებს მიყევით, ააწყეთ ეს template-ი, გაიმეორეთ ყველაფერი ის, რაზეც ვისაუბრე, გაითვალისწინეთ ის დეტალები და თვითონ Discord არხში შემოგვიერთდით. როგორც გითხარით, თუ რაიმე კითხვები გექნებათ, აქაც შეგიძლიათ მოიწეროთ და სანამ მეორე ვიდეო დაიდება, იქამდე გიპასუხებთ თუ რა ხერხებს მიმართოთ, როგორ შეგიძლიათ რომ გავაუმჯობესოთ თქვენი ედები, თვითონ headline-ები, description-ები და ასე შემდგომ. გამოიწერეთ თვითონ YouTube არხი, რომ შემდგომი ვიდეო არ გამოგჩეთ და მიიყევით კურსს ბოლომდე, რა თქმა უნდა. პრაქტიკულად გააკეთეთ ყველაფერი ის, რაზეც თეორიულად საუბრობ. გაიმეორეთ ეს ყველაფერი და ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ თვითონ ამ კურსის გავლის შემდგომ საკმაოდ კარგი საბაზისო ცოდნა გექნებათ თეორიული, რომ რაღაც პრაქტიკა მიიღოთ Google Ads-ში, უკვე არ ხარჯოთ ტყუილად ბიუჯეტები და მიიღოთ რაღაც თვალსაჩინო შედეგი თქვენი კამპანიებიდან. დროებით შევხვდებით შემდგომ ვიდეოში. მადლობა.